სამართლებრივი დავისთვის დიდი სამზადისი პროცესი უკვე არის დაწყებული. ორშაბათიდან იურისტები დაზარალებულ მოქალაქეებს ინდივიდუალურად შეხვდებიან, მოისმენენ მათ ისტორიებს და ყველაფერს დოკუმენტებში ჩაწერენ იმისთვის, რომ სამომავლოდ ყველა მტკიცებულება თან ჰქონდეთ, რადგან დაიწყოს სამართლებრივი დევნა. ადვოკატები ამბობენ, რომ ის ისტორიები, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისმენენ, თითქმის ერთმანეთს გავს, რადგან მოქალაქეებს, ვისაც რეჟიმი საპროტესტო აქციებზე სასტიკად გაუსწორდა და დაარბია, სიმპტომები ყველას ჰქონდა. თითქმის ერთნაირი მოწამვლის შემდეგ მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც ადვოკატების განმარტებით არის დარღვევა მოქალაქეების თავისუფლების, ასევე ის მძიმე დიაგნოზები, რომელიც მოქალაქეებს ამ დარბევების შემდეგ დაუსვეს, არის საგანგაშო. შესაბამისად, ახლა ადვოკატები ემზადებიან იმისთვის, რომ დაიწყოს დიდი სამართლებრივი დავა. ორშაბათიდან დაიწყება ეს შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ადვოკატები ელოდებიან ყველას, ვინც მთელი ამ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს მიიღეს მძიმე დაზიანებები, ასევე მათ აღენიშნებათ ასევე ძლიერი სიმპტომები და ძლიერი დაზიანებები საპროტესტო აქციების შემდეგ. მონაცემების შეგროვებას მე კიდევ გავაგრძელებ რამდენიმე დღის განმავლობაში და უკვე ორშაბათიდან ვაპირებ, რომ დავიწყო ამ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრა იმისათვის, რომ მოვახდინო დამუშავება მონაცემების და ის სურათი, რაც მექნება მონაცემების დამუშავების შემდგომ, უკვე ადვოკატების ჯგუფთან ერთად მე ყველა მიმართულებით დავსახავ სტრატეგიას. ეს იქნება სამოქალაქო მიმართულება, სისხლის მიმართულება, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. ნამდვილად ადგილი ჰქონდა რაღაცა ისეთი ნივთიერების გამოყენებას, რომელმაც იმოქმედა ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეს უკვე არის საგანგაშო. რა ნივთიერებაც არ უნდა ყოფილიყო, ეს უკვე არის საგანგაშო და ეს მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ობიექტური გამოძიება და ეს ობიექტური გამოძიება შეიძლება მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ვინაიდან დინარაძის უწყება, რომელიც თავად არის იმ რეჟიმის ნაწილი, რომელმაც გამოიყენა ეს რაღაცა ნივთიერება ხალხის წინააღმდეგ, ვერ მოგცემს ობიექტურ სურათს. უკვე 5 დღეზე მეტია მოქალაქეებს აქვთ მთავარი კითხვა. აინტერესებთ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს რითი მოწამლეს. შესაბამისად, ამ კითხვების გარშემო გაერთიანდებიან იურისტები და დაზარალებული მოქალაქეები. ფართო შეხვედრები ორშაბათიდან დაიწყება და ადვოკატები მზად არიან მოусმინონ თითოეულ დაზარალებულ მოქალაქეს და ეს დაზიანებები და ეს დაზარალებული მოქალაქეების ისტორიები ინდივიდუალურად დოკუმენტებში ჩაწერა. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.